მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთში, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ამირან ზოიძე ჩამოასვენეს. მას ხუთშაბათს მშობლიურ დაბა ნარუჯაში დაკრძალავენ. როგორც აგვისტოს ომის მონაწილე ბესო ქათამაძე ამბობს, ამირან ზოიძე 2024 წელს შეტაკებისაც ტყვე დაიყვანეს. 2025 წლის აგვისტოში მისი ცხედარი უკრაინას გადმოსცეს. ქათამაძისვე განცხადებით ცხედარს წამების კვალი ეტყობა. მეომარს 19 თებერვალს მშობლიურ ნარუჯაში დაკრძალავენ. მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა განცხადება გაავრცელა. სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. რა საკითხების მოგვარებას სურთ ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში ნახოთ მოსახლეობის შეხედულებები. ლაითური და დაბა ნარუჯა იქნება პირველი ტერიტორიული ერთეულები, სადაც მერი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს, პრიორიტეტებს მოისმენენ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს. როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, მათ ტერიტორიულ ერთეულებში პრობლემები და მოსაგვარებელი საკითხები მრავლადაა. შიდა გზები, გარე განათება, სოფლის ცენტრის მოწესრიგება, წყალმომარაგება, სანიაღვრე არხები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც ისინი ასახელებენ. გუშინ იყო გამგებელი და უთხარით ისე ჩამოდის და იცის გამგებელმა მოწოდა და შეგვირდა დახმარება. ანუ წყალთან დაკავშირებით ხელია ჩამოდის არხები რომ მარკეტება და დიახ და გითხრა რომ მოვაგვარებო შეგვირდა და იმედი გვაქვს რომ უმუშევრობა სოფელში ახალგაზრდა კარგი ინტარცარიელ და სოფელი. აი ზუსტად მაგას ვამბობდით ახლა. აი, მაინტერესებს გზასთან დაკავშირებით ეს შიდა გზებზეა საუბარი ბავშვი. აჰა. საერთო ტრანსპორტი მოდრო, ვერ მოდრო ტრანსპორტი, მართლაც გუჩის სიარული ამკებია, ხელო ჯავარდებიში. გზა გვინდა პირველ რიგში, დენი გვინდა პირველ რიგში, როგორც არის სხვა სოფლებში ისე. ანუ გზასთან შიდა გზებზეა საუბარი თუ ხო? შიდა გზებზე. აი, ასკანაში რა არის ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც გახსენდებათ და გინდათ მოგიგვარდეთ? პრობლემის მეტი რა გვაქვს შილო? აჰა, მაინც პირველი გზები. შიდა გზებზეა საუბარი? შიდა გზებზე? აჰა. კილომეტრი ნახევარის არ იქნება და რა ჩამოგვიყვანეს სვანეთიდან მის მერე მასშობით ამასთან არ გაკეთდა. ბაღდადზე ახლა გზა მაქვს. აჰა. ხო და ვიგია, წყალი მაქვს და ინტერნეტი მაქვს და ყველაფერი მაქვს. სოფლის მხარდაჭერი პროგრამა ხოლმე თურქი დამეხმარებიან ერთ რაღაცებს, ხო და თუ არ დამეხმარებიან, არც მაღაზია არ მაქვს პრობლემა. მოზომილი მაქვს 9 ჰექტარი მიწა და ვერ შევდივარ, არც კანაუა გაჭირი და შესასვლელი არ მაქვს. უბრალოდ თუ დამეხმარებიან, თუ არც მაღაზია არ მაქვს პრობლემა. თქვენ სოფელში ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც ამ პროგრამით განხორციელდება, რა გინდათ რომ მოგიგვარდეთ? რა ვიცი, რასაც მოაგვარებენ, იმასაც მოვაფილმებთ. რა გახსენდებათ? აი, ვაკიჯვარში რა გინდათ? ვაკიჯვრის ცენტრის მოწესრიგება. რა გახსენდებათ ყველაზე მეტად რომ მოგიგვარდეთ სოფელში? წყალი. წყლის პრობლემა არ გვაქვს ამ წუთას. ტრაქტორები შემოიყვანონ. მიცენ ხალხს საშუალება რომ დაახნან იაფად და დათესონ. არაფერი საშუალება არ აქვს ხალხს. ანუ გინდათ ტრანსპორტი რომ გამოიყოს შესაბამისი მიწის დასამუშავებლად. აბა თან იაფად შვირიჟდება ნამედანი. სოფლის კრებების ჩატარება დაიწყება 17 თებერვლიდან, ამ წლის 17 თებერვლიდან. აქ ჩართულია თითოეული ჩვენთაგანი მერიის სამსახური, ასევე არის ჩართული საკრებულოს დეპუტატები, ასევე არის სახელმწიფო რწმუნებული აპარატი ჩართული სრული შემადგენლობით და ინფორმირებული იქნება სოფლის მოსახლეობა საიმისოდ, რომ სად ჩატარდება ძირითადი აქცენტი და ლოკაციურად ეს იქნება სოფლის ცენტრი, ჩემო და სოფლის ყველა წევრამდე იქნება, ყველა სოფლის მოსახლემდე იქნება მიტანილი ინფორმაცია თუ როდის და რა ლოკაციაზე იქნება შესაბამისი კრება გამართული. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განსაზღვრული აქვს ძირითადად მოსახლეობის აქტიურად ჩართვისათვის, ამდენად ძირითადი პრიორიტეტების შერჩევის ავტორები არის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. ძირითადი წინადადება საპროექტო წინადადებები მოდის მოსახლეობიდან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა არ გამოიჩენს ინიციატივას და ვერ იქნება კრებამდე შემოსული საპროექტო წინადადება, ამ შემთხვევაში თვითონ კრების მიმდინარეობისას შეიძლება ჯგუფმა ან მოსახლეობამ იქვე დაასახელოს საპროექტო წინადადება, ან მერიამ შეარჩიოს
საპროექტო წინადადება უკვე იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვისაც ცნობილია. ამდენად პრიორიტეტები სხვადასხვაგვარი იქნება, ყველა იმ დასახლებების ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სახე. კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ქართული ოცნების იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილება. მეორე მოსმენისაც ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში. აისახა ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებით მუხლები. ცვლილება შევა ადმინისტრაციულ კოდექსშიც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი. Გთავაზობთ, რომ თვითონ კოდექსს დაემატოს 316 პრიმა მუხლი ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატიურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯარო და სისტემატიურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ ან და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. ეს გახლავთ დისპოზიცია, ხოლო სასჯელის სახით გთავაზობთ, რომ იყოს გამოყენებული ჯარიმა საზოგადოებისა და სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების და ვადით 3 წლამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მოკლედ გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტების განაწილების საკითხი და ამასთან დაკავშირებით დაწყებული პროტესტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემა. მართველი გუნდის შეფასებით საჭიროა დისკუსია და არგუმენტების გაზიარება, რაც მათივე განმარტებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ვერ დაინახეს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ განათლებას რეფორმა ნამდვილად სჭირდება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად უყურებენ. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის რეალურ მოგვარებას არ ემსახურება. როდესაც უნივერსიტეტებს ეუბნებიან პირდაპირ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება კონკრეტული დისციპლინა ასწავლოთ და თურმე პოლიციის პოლკოვნიკმა უკეთესად იცის, ვიდრე აკადემიურმა საზოგადოებამ რა არის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტისთვის, ეს არა განათლების რეფორმა, არამედ არის საპოლიციო ღონისძიება განათლების გასაუქმებლად. აუქმება უნდათ იმ დამოუკიდებელი აკადემიური სივრცეების, სადაც არის პროტესტი, სადაც არის წვავე კრიტიკა ქართული ოცნების. რეალურად რეფორმა ჭირდება ჩვენს განათლების სისტემას, ამაზე არავინ არ დაობს. უბრალოდ მსგავსი ფორმით, მსგავსი მიდგომით ეს არ არის რეფორმა, რომელიც ემსახურება ჩვენი როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების რეალურ ობიექტურ ინტერესებს. არის სპეციალური ღონისძიება, რომ გადაარჩინო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სხვა არაფერი ამ კონკრეტულ ქმედებას, რაც ვთქვათ, ხელების გადაგრეხვის პრინციპით, როდესაც მოქმედებენ, არავითარი კავშირი არ აქვს განათლების რეფორმას. ყველა რელევანტურ აქტორთან სამინისტროს უკვე მრავალი შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ ვიხილეთ დებატები, სადაც პრემიერი და განათლების მინისტრი ისხდნენ, მეორე მხარეს ეს დაინტერესებული მხარე იყო, მათ შორის ილიაუნის რექტორი და რაც არგუმენტი წარმოადგინა ამ ქალბატონმა პრემიერმა მოინიშნა და მას პირობა მისცა, რომ აუცილებლად აისახება ეს ყველაფერი, რაც არგუმენტირებული იყო ამ ქალბატონის მხრიდან. ხოლო რაღაცა შეფასებები რაც კეთება მათი მხრიდან და არგუმენტები არ მოსდევს ამ შეფასებას, ну რა თქმა უნდა, ეხა შეფასება, მათი უფლებაა, თუმცა ჩვენი შეფასება. თავის დროზე რომ არგუმენტირებული რეკომენდაციები გაეცა, ნამდვილად უფრო წაადგებოდა საქმეს ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა აქციები მოეწყო.
გუშინ გვიანღამით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს დაემთხვა. ილიანის სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯი უნივერსიტეტის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების დაზიანებას ნიშნავს. ილიანის ლექტორებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა პროტესტთან ერთად უნივერსიტეტის 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ისაუბრეს უნივერსიტეტის ღვაწლზე და მის ისტორიაზე. ილიას უნივერსიტეტი 20 წლის გახდა. ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი, რომლის მთავარი საიდუმლო ჩემი აზრით არის მისი აი ამ საერთო პასუხისმგებლობისა და თავისუფლების იდეაზე. ამაზე დგას ეს უნივერსიტეტი. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს შეხვედრა როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე ბატონ ირაკლი ყობახიძესთან და აუცილებლად ჩვენ პროფესორები ელოდებიან პასუხს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირაში ეს შეხვედრა შედგება და ჩვენი არგუმენტირებული პასუხებით დავარწმუნებთ მათ აუცილებლად, რომ არ შეიძლება აი ამ 20 წლის განმავლობაში მართლა ასე მაღალ რეიტინგული უნივერსიტეტი დაშალა. პოლიციამ თბილისში მომხდარი 5 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი 1984 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ვაკე საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.260 260 კვარტა და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.